ამ ვიდეოთი ისევ მოკლედ შევეცდები ვისაუბრო აი ზელენსკიზე და ტრამპზე ჩემი მეგობრის თხოვნით. და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რატომ გამოაპანღურეს ზელენსკი ოვალური კაბინეტიდან, თეთრი სახლიდან, შევეცდები მოკლედ ავხსნა ეს ამბავი. ზელენსკის არ უნდოდა მშვიდობა, არ იყო ზელენსკი მშვიდობისთვის მზად და ტყუილად არ ეძახის ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რომ ზელენსკი არ იყო მშვიდობისკენ მოწოდებულიო. ზელენსკი რომ მშვიდობისკენ ყოფილიყო მოწოდებული და მშვიდობას დომებოდა, იმ სისულელეებს არ ილაპარაკებდა და რაღაცა წარმოუდგენელ კომპრომისებზე წასვლას არ მოითხოვდა რუსეთისგან. და ასევე ტრამპს არ მოთხოვდა რაღაცა წარმოუდგენელ სიგიჟეებს. წარმოიდგინეთ, ჩადის ადამიანი, ვითომ რაღაცა მშვიდობისკენ დგავს ნაბიჯს და რუსეთისგან ითხოვს წარმოუდგენელ კომპრომისს და ამას აყენებს პირობად, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. კაი კაცო, მაგას ხო წარმოუდგენელი რაღაცაა. რუსეთი ხო აღარასოდეს აღარ გაიყვანს ჯარებს იმ ტერიტორიიდან, რომელი ტერიტორიებიც უკვე რუსეთის სახელმწიფოდ ითვლება და კონსტიტუციაში ჩაწერილია ისე როგორც რუსეთის სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. ეს ერთი და მეორე სიგიჟე, რასაც თხოვდა ტრამპს, რომ 350 მილიარდი წაართვი პუტინსო და მომეცი მეო. ამას ეუნება ტრამპს მაშინ, როცა მთავარი შეხვედრა და მთავარი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ არის, ხო? წარმოიდგინეთ რა უხერხულ და სიტუაციაში აყენებდა, ხო, ტრამპს. მაშინ, როცა ჯერ კიდევ პირისპირ არ შეხვედრილა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს და მთავარი საკითხები გადასაწყვეტია, აი ამის წინ როგორია, რომ თხოვს ტრამპს, რომ წაართვი პუტინს 350 მილიარდი და მომეცი მე. ესაც ხო წარმოუდგენელი რაღაც არის, ხო? მაშინ, როცა წინ დიდი საკითხები აქვს გადასაწყვეტი რუსებს და შტატებს. ესეთ რაღაცას ტრამპი ხო არასდროს არ იზავს, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ არ მოხდება მათი შეხვედრა და სანამ რაღაცებს არ გაარკვევენ ერთმანეთში. სწორედ ამიტომ იძახიან, რომ ზელენსკი არ არისო მშვიდობისთვის მზად. ზელენსკი რომ მშვიდობისთვის ყოფილიყო მზად, აი ამ ორ წარმოუდგენელ რაღაცა ულტიმატუმს არ წამოაყენებდა და ამ რაღაცა სიგიჟეებს არ მოთხოვდა ტრამპს. და მესამე რაღაც წარმოუდგენელი გარანტიებს რო ითხოვდა, ხო? აი მაგიტომ იძახიან, რომ ზელენსკი არ არის მშვიდობისთვის მზად. ზელენსკიმ დიდი შეცდომა დაუშვა, მთავარი შეცდომა ის დაუშვა, რომ ვერ მიხვდა საერთოდ სად იყო და რა ტიპის ადამიანებთან იჯდა და ვის ელაპარაკებოდა. ზელენსკის ისე ვის ძველი სამყარო ეგონა, სადაც გმირი იყო, სადაც ზელენსკის აღმერთებდნენ და ტაშს უკრავდნენ და ხელის გულზე დაყავდათ, ხო? ტრამპს და მის ადმინისტრაციას საერთოდ არაფერში არ ჭირდებათ ეს ომი და 3 წელია მაგაზე პედალირებენ, რომ ეს ომი უნდა გაჩერდეს, ეს ცეცხლი უნდა შეწყდეს, რაც შეიძლება მალე უნდა გაჩერდეს და აი ამ ადამიანებთან ჩავიდა და იმის მაგივრად, რომ რაღაცა კომპრომისებზე წასულიყო და თვითონ დათმობებზე ეთქვა თუ რა დათმობაზე მიდიოდა რის სანაცვლოდ, ამის მაგივრად ესე იგი მოგებულ მხარეს თხოვს იმას, რომ რა ვიცი, წააგოსო რა, აბა სხვა რა გამოდის ახლა რუსეთის ისეთი კომპრომისზე წასვლა მოთხოვა, რომელიც არის წარმოუდგენელი. აი ამ მოთხოვნით მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვერ დაჯდება, არათუ რამე მოლაპარაკებებში შევიდეს, ხო? წარმოუდგენელია და სწორედ ამიტომ გამოაძევეს იქიდან და იმიტომ ეუბნებიან, რომ როცა მზად იქნებ მშვიდობისთვის, მაშინ მოდი და ვილაპარაკოთ. ზელენსკი და ზელენსკის პატრონები და ტრამპის ადმინისტრაცია როგორც ცადა დედამიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, საერთოდ სხვა ღირებულებების მატარებელი ადამიანები არიან. ტრამპი და მისი გუნდი იძახის, რომ მათი მთავარი, რა ვიცი, ღირებულება, ფასეულობა, ყველაფერი არის მშვიდობა და თავისუფლება. და აქეთ ზელენსკი ყავს, რომელიც ღირებულებებიც არის
უკრაინაში ომი, უკრაინაში დახურული ტელევიზიები, დახურული ტაძრები, დაჭერილი პოლიტიკური ოპონენტები, აკრძალული სიტყვის თავისუფლება და რა ვიცი, ტერორი და ნგრევა და უბედურება. როგორც ცადა დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან აი ეს ძველი სამყარო, რასაც წარმოადგენს ზელენსკი და ახალი სამყარო, რასაც წარმოადგენს ტრამპი და მისი გუნდი. ამ ადამიანებს დიდი მიზნები აქვთ და აი ამ მიზნების მიღწევას ეს ადამიანები არ როგორ თქვა, აი ამ გზაზე ზელენსკის რაღაც შეფერხებად არ გაიხდიან და ზელენსკის და აი ამ უკრაინის საკითხს არ დააბრკოლებინებენ იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელი საკითხებიც ამერიკის ინტერესებში შედის და შესაბამისად ზელენსკის დაამთავრებენ ძალიან მალე. ან აიძულებენ, რომ დანიშნოს არჩევნები და არჩევნების გზით წავიდეს და ეს ზელენსკისთვისაც ალბათ მომგებიანი იქნება, ან დაამხობენ ზელენსკის ხელისუფლებას, ან იმდენად შეუზღუდავენ დახმარებას და ომის საშუალებას, რომ შეიძლება მართლა კიევში ჩააკითხოს პუტინმა და რა ვიცი, იქნება და ამ ყველაფრის დასასრული. შტატების დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ გახდება უკრაინა, ევროპა რომ მთლიანად დაეხმაროს თავისი დიდი ბრიტანეთით, მაინც შანსი არ აქვს, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ რუსეთთან ომში და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ და იმიტომ არის, რომ ვენსი გამოვიდა და იძახდა ასეთ რაღაცას ევროპელებზე, რომ საჯაროდ გამოდიანოდა ზელენსკის პირდებიან დახმარებასო და გვერდში დგომასო და რაღაცა ომის გაგრძელებაზე ლაპარაკობენო და მერე ჩვენ გვირეკავენო და გვეუბნებიანო, რომ უნდა ეს ომი შეჩერდეს და უნდა დამყარდეს მშვიდობაო. აი ესე ორმაგ თამაშს თამაშობენ და სამაგს და ეგ არის პოლიტიკა და იმიტომ იძახიან, რომ ბინძური საქმეაო. აი ამის თქმა მინდოდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მონდომებულია ზელენსკი მშვიდობას და რას ნიშნავდა ზელენსკის აი ეს რაღაც გაუგებარი ულტიმატუმები და მოთხოვნები.